სვეტიცხოვლის დღესასწაული თავის ისტორიას იწყებს ჯერ კიდე პირველი საუკუნეებიდან და ის დაკავშირებული არის მსოფლიო ქრისტიანობისათვის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდესთან კვართთან, რომელიც ღვთისმშობელმა პატარა იესო ქრისტეს მოუგსოვა და ცხოვრების განმავლობაში ეს კვართი იესო ქრისტესთან ერთად იზიარებდა როგორც სამქვეყნიური ცხოვრების, ისევე ჯვარზე გაკვისა და შემდგომ პერიოდს. რატო არის მნიშვნელოვანი კვართი და რატო დავიწყეთ დღეს ეს საუბარი? კვართი არის ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლო არის. ქრისტეს სხეული არის იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დასაფლავებული და მისი კვართი უფლისგანგებულებით ჩამოიტანა საქართველოდან წასულმა ებრაელებმა და როდესაც ისინი მოვიდნენ ქალაქ მცხეთაში, სიდონია დახვდა მათ, კვართი ჩაიკრა გულში და მასთან ერთად მიიცვალა და დასაფლავებული იქნა იქვე მცხეთაში. კვართის ერთიანობის სიმბოლო ის შეუკერელია, მას ნაკერი არ ქონდა ამ კვართს. ანუ ეკლესიის ერთიანობა როგორც მთავარი არსი ქრისტიანობისა დავანებული არის საქართველოში და ამიტომ იყო რომ საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველოს ეკლესია ერთიანი და განუყოფელი იყო. მას არასოდეს არ შეხებია არც დიდი განხეთქილებები, არც სქიზმები და არც ერესები. ამიტომ ჩათვალეთ, რომ სვეტიცხოვლობა თავისი არსით იერუსალიმური დღესასწაულია. შეიძლება ითქვას ზეციური იერუსალიმური დღესასწაულია და მას მეორენაირად კვართის დღესასწაულსაც უწოდებენ. რა მნიშვნელობა აქვს სვეტიცხოვლობას საქართველოსათვის? მას აქვს ძალიან დიდი უპირველეს ყოვლისა რელიგიური დატვირთვა, ქრისტიანული დატვირთვა. სვეტიცხოველში იმყოფება კვართის გარდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ილიას ხალენი. სვეტიცხოველი აკავშირებს საქართველოს ქრისტიანობას ძველ აღთქმისეულ პერიოდთან და ეს არის სიმბოლო ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის ერთიანობის. სვეტიცხოველი არის ასევე სიმბოლო გადარჩენისა. ის შეიძლება შევადაროთ ნოეს კიდობანს. მრავალი მტრისა და მრავალი უცხო ძალების შემოსევის შედეგად სვეტიცხოველი დგას და იდგება კიდევ საქართველოს სადიდებლად და ქრისტიანობის სადიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველმა გარეგნულად რამოდენიმე მრავალი ცვლილება განიცადა, ძირითადი სიწმინდე ის ძელი, ის სვეტიცხოველი, რომელიც ტაძრის შუაგულში დგას, მეშვიდე სვეტი, რომელიც იერუსალიმის ტაძრის მსგავსად არის განლაგებული, ეს სიწმინდე დღეობითაც არსებობს და ის ხელშეუვალი არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა ამ კვართის მოძებნას, გათხრას, გათხრების წარმოებას, ამ კვართის ამოღებას და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა მცდელობა ბოროტი ძალებისა, რომ ამ კვართთან მისულიყვნენ და აეღოთ ეს კვართი, უშედეგოდ დამთავრდა მათთვის. და ეს კვართი დღეს რჩება კიდევ ერთხელ დიდ სიწმინდედ მთელი კაცობრიობისათვის, მთელი ზოგათა ქრისტიანული სამყაროსათვის და მისი მატარებელი ვართ ჩვენ და სვეტიცხოვლობას აი ამითი აღვნიშნოთ. სვეტიცხოვლობა იმდენად დიდი დღესასწაული იყო, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ იქ მორწმუნეები. მთიანი რეგიონებიდან, შავიზღვისპირეთის რეგიონებიდან,
არა მარტო საქართველოდან, არამედ კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდა ეგ ქრისტიანები. რამდენიმე დღით ადრე ჩამოდიოდნენ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და ემზადებოდნენ აი იმ წირვისათვის, რომელიც სვეტიცხოველში ტარდებოდა. ეხლა განსხვავებით დღევანდელი დღისაგან შახაბაზის ეპოქამდე რამოდენიმე დიდი სასწაული არის დაკავშირებული აი ამ სვეტიცხოველთან. ჯერ ერთი მირონის გადმოსვლა, მირონი დიოდა აი ამ სვეტიცხოველს. ეს მირონის დინებას ესწრებოდა იქ მყოფი ადამიანები. წარმოიდგინეთ, ჩვენი წინაპრები აი მირონს პირდაპირ ხედავდნენ და ეხებოდნენ მას. გარდა ამისა, ქართლის ცხოვრება აღწერს ძალიან ბევრ შემთხვევას, როდესაც ბრმა განიკურნა, ყრუმ სმენა მიეცა, ენა მოიდგა მუნჯმა, ასე რომ ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც უნდა გარდაცვლილიყო, გადარჩა აი ამ სვეტიცხოველთან მიახლებით. ეს ყველაფერი მიუთითებს მაცოცხლებელ ძალაზე. ეხლა ერთი შეხედვით იქ, როდესაც ამ სვეტიცხოველს უყურებ, ის არის ქვებით გარშემოწორილი და გეგონება, რომ უსულო არის, ხო? მაგრამ სინამდვილეში მისი ენერგია, სულიწმინდის მადლი ზეციური ძალითა და ღვთის შემწეობით მოქმედებს და ცოცხლად გამოხატავს მყოფობას აი ამ ტაძარში და ამ სვეტიცხოველში. ანუ მე ამითი რა მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაძარია და დიდი ხნის წინ მოხდა ეს ამბები, ეს მუდმივობა და მუდმივი სიცოცხლის უნარიანობა ამ სვეტიცხოვლისა გრძელდება და გაგრძელდება იქამ, სანამდე ამ ქვეყნიური ეკლესია იარსებობს. ეს ტაძარს აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ძალიან ბევრი მეფე არის მასში დასაფლავებული. ეს ტაძარი დღევანდელი, ასე რომ ვთქვათ, სიტუაცია, დღევანდელი არქიტექტურული ნაგებობა ეკუთვნის მეფე გიორგი პირველის პერიოდს, როდესაც დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა და კათალიკოს პატრიარქ მელქისედეკმა აკურთხა ეს ტაძარი და წარმოიდგინეთ, მაშინ მსოფლიოში აია სოფიას შემდეგ ეს ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი იყო მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში. ნახეთ, აია სოფიას ბიზანტიელებისათვის თავარ ტაძარს სიბრძნის ტაძარი ერქვა და ქართველთათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის ტაძარს 12 მოციქულის სახელი მიანიჭეს. ეს ისეთი მანიშნებელი არის სიმბოლურათაც და დატვირთვითაც საქართველოსა და ქართველთა მისიას, ქართველთა ქრისტიანობის ძალაუფლების მაჩვენებელი არის. საქართველო იყო უკიდურესი საზღვარი ქრისტიანული სამყაროსი სხვა რელიგიებთან მიმართებაში. ჩვენს შემდეგ უკვე იწყებოდა სხვა სამყარო და საქართველო კარიბჭესავით იდგა და ქართველობა და საქართველოს სახელმწიფო იყო ამ ქვეყანაზე ქრისტეს არსებობის დამამტკიცებელი და განმამტკიცებელი ნიშანი. აი ეს დატვირთვაც აქვს სვეტიცხოველს აი ქრისტიანობის აი ასეთი მიმართულებით, თუ შეიძლება ითქვას. დღეს ასევე იხსენებენ მეფე მირიანს და ნანას, რომლებმაც პირველად ააგეს ხის ტაძარი აი ამ ადგილას. შემდეგ ვახტანგ გორგასალმა ეს ხის ტაძარი შეაკეთა და ახალი ააგო მის ნანგრევებზე და ეს იმას ნიშნავს, რომ მირიანიდან დაწყებული საქართველოს, როდესაც წმინდა ნინოს სახით შეცვალა გზა და საბოლოოდ დაადგა ქრისტიანობის გზას, ეს გზა შემდეგ როგორც საერო ხელისუფლებამ გააგრძელა, ასევე საეკლესიო ხელისუფლებამ გააგრძელა. ანუ აქ იყო რა, ეს ტაძარი ასევე არის სიმბოლო სინერგიისა, საერო ხელისუფლებისა და საეკლესიო ხელისუფლებისა.
საქართველოში ძალიან იშვიათად იყო ისეთი პერიოდი, როდესაც სახელმწიფო და ეკლესია არ იყო ერთად და ერთ საქმეს რო არ აკეთებდა. აი ეს სინერგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენ ოქროს ხანას უწოდებთ და რომელიც დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქით არის ცნობილი. აი ზუსტად სვეტიცხოვლის აი ამ მიმართებით, სვეტიცხოველთან ამ მეფეების დამოკიდებულებით, სვეტიცხოვლის მადლით ხდებოდა ის სიძლიერე და ის ეპოქა გავიარეთ ჩვენ, რომელსაც დღესაც შევნატრით და დღესაც სამაგალითო არის. სვეტიცხოველი მარტო ქართველთათვის არ არის კიდევ, იმიტომ რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ქართველთა რელიგია, ქრისტიანობა არის მსოფლიო ყველა ხალხისათვის რელიგია და ამიტომ ამ ტაძარს აქვს მსოფლიო მნიშვნელობა. თუ შეიძლება ჩამოითვალოს აი დედამიწაზე არსებული სიწმინდეები, სვეტიცხოველი აუცილებლად შევა ყველა ჩამონათვალში, არა მარტო ქართველებისაგან დასახელდება, არამედ სხვა ტომის ადამიანებისაგანაც სვეტიცხოვლის არსი და მისი მნიშვნელობა გასაგები ხდება და როდესაც ის გაეცნობა ყველაფერს, რაც სვეტიცხოვლის ირგვლივ არის, არ არის შანსი იმისა, რომ რო არ მოიხიბლოს ამითი და რო არ განმტკიცეს ის რწმენაში. სვეტიცხოვლობა რელიგიური დღესასწაულია, მაგრამ ამავე დროს ქართველებისათვის იდენტობაც არის, იმიტომ რომ ამ სვეტიცხოველი, რაც ქრისტიანული თეოლოგიური თვალსაზრისით განასახიერებს, ჩვენმა წინაპრებმა აი ამას შესწირეს მთელი საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დედები, მამები შვილებს წირავდნენ ამ სვეტიცხოვლის იდეისათვის. ამიტომ ეს იდენტობაც არის ქართული სახელმწიფოებრიობის გამოსახულებაც არის. სხვათა შორის ბაგრატიონები სამეფო დინასტიის გერბზე კვართი იყო გამოსახული, რომელიც აი სიდონიას გულში ჩაკრული ჰქონდა და აი ამ სვეტიცხოვლის ქვემოთ არის განსვენებული. ბაგრატიონთა გერბზე იყო გამოსახული და ბაგრატიონები თავისი არსებობის განმავლობაში კვართითა და ქრისტეს მადლით უძლეველნი იყვნენ და აკეთებდნენ იმ საქმეს, რაც ამ ქვეყნად უნდა აკეთოს ქრისტიანმა მეფეებმა, ქრისტიანმა ხელისუფლებამ და ქრისტიანმა ადამიანმა. სვეტიცხოველი ახლა ვთქვათ მომავალში როგორ იქნება, ხო? ვთქვათ ემუქრება მას საფრთხე თუ არა. საფრთხე სვეტიცხოველს არ ემუქრება. სვეტიცხოველი რომც დაანგრიონ, რომც მიწასთან გაასწორონ, სულიწმინდის მადლს და ქრისტიანულ ეკლესიას ამითი ვერავინ ვერაფერს ვერ ავნებს. ერთი ქართველი, რომელსაც სვეტიცხოვლის სიწმინდე ექნება გულში დარჩენილი, რომ დარჩეს, სვეტიცხოვლის იდეა ყოველთვის იქნება, ყოველგვარი განსაცდელის დროს იქნება მასაზრდოებელი ქართველთათვის და იმ გადარჩენილი ქრისტიანებისათვის, ვინც შეიძლება ვთქვათ დიდი ომის ან ვთქვათ სხვადასხვა კატასტროფის ჟამს დაიღუპოს. ასე რომ მომავალი წინასწარმეტყველება სვეტიცხოვლებისა არის უკვდავება. სვეტიცხოველი არის უკვდავი, სანამდე ერთი ქართველიც კი იარსებებს ამ ქვეყანას. ასე რომ სვეტიცხოველი შეიძლება აღიქვას როგორც მუდმივი წრე, უსასრულო წრე სიცოცხლისა, მომნიჭებელი იმედისა, მომნიჭებელი გაჭირვებულთათვის, მდიდართათვისაც და ყველა იმ ადამიანთათვის, რომელიც სასოობით შეყურებს უფალს და სასოებით უყურებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც საეკლესიოს, ასევე საეროს. ასე რომ სვეტიცხოველი არის მუდმივობა, ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც უფალმა საღვთო გამოცხადებით მისცა ქართველებს და ქართველები ვალდებული არიან მუდმივად იყვნენ რა ლოცვაში უფლის მიმართ, დაიცვან ქრისტიანული სიწმინდეები, ქრისტიანული რწმენა შეუბრალავად უნდა დაიცვან და უფალი მათი თანაშემწე იქნება და იქნება მათი დამხმარე. ასე რომ დღევანდელი დღეს არ მთავრდება, ის ხვალეც იქნება, ზეგეც იქნება და საუკუნით საუკუნემდე იქნება.